ერთ-ერთ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ომი კიდე დიდხანს გაგრძელდება, ეს არ არის მალე დამთავრებადი ომი და ეს დასკრინა, ამის სკრინი უდევს ტრამპ თავის გვერდზე და უწერია ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი ზელენსკი შეიძლებოდა გაეკეთებინა და ამერიკა ამას დიდხანს აღარ მოითმენს. ეს არის რაზეც ამდენი ხანი ვლაპარაკობდი, ამ ბიჭს არ უნდა მშვიდობა, არენდომებული მშვიდობა, მანამ სანამ მას ამერიკა ყავს ზურგში. სანამ ამერიკა უმაგრებს მას ზურგს, ეს მნიშვნელოვანი ნათქვამია. და ევროპამ შეხვედრაზე მასთან გააკეთა რომ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა, რომ ამერიკის გარეშე ისინი რუსეთისგან ვერ დაიცავენ უკრაინას. ალბათ ეს არის ეს ცუდი განცხადებაა, არ არის კარგი განცხადება იმ პირობებში, როცა შენ უნდა აჩვენო ძალა რუსეთის წინააღმდეგ. ანუ მან არის ორი რაზე ფიქრობდნენ ნეტა ისინი? ანუ ორი რაღაცა არის ნათქვამი მაგ განცხადებით. ერთი ზელენსკის ეუბნება, რომ შენ ხო არ გინდა ეხლა ამ პირობებზე მშვიდობა. შენ იმიტომ ხარ ეხლა კიდე რაღაცა პრეტენზიების წამოყენების რეჟიმში, რომ ჩვენი იმედი გაქვს. და ეხა ნახავ ჩვენ გარეშე როგორი ომებს. ფაქტიურად ზელენსკიზე შანტაჟი როგორ მიდის, იცი რომ კარგი ბიჭი ხო არ იყავი და რო დაქსვით იქ და რო გაკაჩავებდით, ჩუმად რომ მжდარიყავი და მიგეღვე ყველაფერი და შეგეზილა. ხო მოვაწერდით, ხო არ მოინდომე. ეხლა პლუს 100,000 უკრაინელი მოკვდება სანგრებში, იმიტომ რომ შენ ჭკუით არ მოიქეცი და ჩვენი დახმარების გარეშე მოგიწევს ომი და ევროპელებს რა უთხრა, ეგეთ ძალიან მაგარი ის არის რა, რომ თქვენ მანდ რატო ამბობთ, რომ ამერიკის გარეშე ვერ იომებს? მიდით კაცო მიეხმარეთ. თქვენ რატო ამბობთ რუსეთის გასაგონად, რომ ამერიკის გარეშე უკრაინას ვერ დაეხმარებით? თქვენ მანდ უნდა ილაპარაკოთ, რომ ამერიკის გარეშეც დაეხმარებით და თქვენ თავზე აიღეთ ეგ ტვირთი. ანუ რა გამოდის ახლა უყურე. ანუ საბოლოო ჯამში რა შინაარსამდე მივდივართ. ესე იგი, ამერიკა, მოდი ქვეყნებით ვილაპარაკოთ რა. სინამდვილეში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ტრამპი გეგონება ამერიკის პრეზიდენტი არ იყოს თვითონ, რა ვიცი. ეგ ერთი რაც არ მომწონს, ახლა მე შეფასებებზეც ხო გადავალთ არა, რაც არ მომწონს, რაღაც პერსონალიზაციას ახდენენ რაღაც მოვლენებში. სინამდვილეში რა ხდება შინაარსობრივად? ამერიკა საკითხს აყენებს ისე, რომ თითქოს ომის დამთავრება ამერიკას უფრო უნდა ვიდრე უკრაინას. ეს ერთი. ანუ მიწოლის ერთ-ერთ ფორმას საინფორმაციო პროპაგანდის საშუალებებში ეგრე აყენებს, რომ ამერიკას ომის დამთავრება უნდა, უკრაინას არ უნდა. ეგ ერთი. მეორე ის, რომ ამერიკას ომის დამთავრება უნდა, თან ისე, რომ ამერიკა არაფერ შუაში არ არის, საერთოდ მხარე არ არის. ამერიკა ამ ომთან მიმართებაში პასუხისმგებლობას სრულიად იცილებს. ასე აყენებს და უკრაინა ცდილობს საკითხი დააყენოს ისე, რომ როგორ გააქვთ თქვენს პასუხისმგებლობა და რანაირად იცილებთ პასუხისმგებლობას. ეს მეორე საკითხი, ხო? და მთელი ეს პროცესი, რაც განვითარდა თეთ სახლში, არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ ამერიკა პასუხისმგებლობას ირიდებს და ამერიკა საკითხს უყენებს უკრაინას ისე, რომ შენ არ გინდა ომის და ანუ შენ ვიღაც ისეთი ხარ, შენ ისეთი მხარე ხარ, რომ შენ ხარ მიზეზი ომის, საერთოდ შენი გამოწვეულია ომი. მან ხო კიდე ის არის დასამატებელი, რომ უკრაინას რატო აწვება ახლა ამერიკა? ხო, ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ ბევრს ხო ქონდა მოლოდინო პირიქით. ყველაზე სუსტი, ყველაზე დაბალი ღობეა. ყველაზე დაბალი ღობეა. რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები დიდად რო ვერ აღმოაჩინა ტრამპმა, როცა მოვიდა ოფისში, ერთადერთი რაც თქვა, რომ ნავთობის ფასზე ვიმოქმედებო და დიდად როგორ ჩანს ეგ არც არის მაინდა-მაინც ეფექტურად კეთებადი, იმიტომ რომ საუდის არაბეთი მთელი ამ ომის მანძილზე დიდად არ აფიქსირებს, რომ რაღაცა მაგეთში მონაწილეობას აპირებს საკუთარი ფულის ხარჯზე და რომ მიხვდნენ, რომ ამ რუსეთს, რავი, ყველა სანქცია დაადეს, რაც კი დადებადი იყო და ფეხზე კიდია. ანუ ერთიც უნდა ამას ვერაფერს თუ ვერ უშვებით, მაშინ მეორე მონაწილეს გადაუვლით. მესამე ყველაზე დაბალი ღობე ნახეს. მე ყველაზე დაბალი ღობე უკრაინა ნახეს და მე ისიც უნდა დაემატოს აქ, რომ აქ სინამდვილეში შეფასებებზე მე რომ გადავალთ, ეს მონაკვეთიც გასათვალისწინებელია შეფასებების თვალსაზრისით.
უკრაინა აქ დიპლომატიურად მიუდგება და დათანხმდება პირობებს თუ მაგიდას ააყირავს თუ ასე შემდეგ აქ უნდა გვესმოდეს რომ უკრაინისთვის კარგი სცენარი აღარ არის ანუ მოცემულობა რაც არის ამერიკა რასაც თავაზობს ის უკვე კაბალური ну ცუცსა და უარეს შორის აქვს არჩევანი როგორ არა ცუცსა და უარეს შორის მაგრამ ფაქტია რომ უკრაინის პრეზიდენტის ეგ პოზიცია და ეგ მიდგომა ზუსტად მაგის გამოვლინება იყო რომ რომელია უფრო ცუდი ხომ არა ეხლა რომელია უფრო კარგი არა ვარ მაგაში დარწმუნებული სამხედრო დახმარებას შეუწყვეტე ვიდრე ამერიკას პასუხისგებლობა რომ მოწმინდოს და საერთოდ რომ გაყვეს იმ ტრამპის რიტორიკას თავი რო დაუქნიოს ყველაფერში მე არა ვარ იმაში დარწმუნებული რომ ყველაფერი უფრო კარგად იქნება ანუ თუ ეხა ტრამპმა მართლა ხვალზე დახმარება გაუჩერა უკრაინელებს და სადღაც ერთ თვეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სააფხედრო ინტერნეტის და სადაზვერო ინფორმაციის დეფიციტის პირობებში უკრაინელებს ფრონტზე სერიოზული პრობლემები შეექმნათ მე აღმოჩნდება რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება ოღონდ პლუს მეტ ტერიტორიას და პლუს შეიძლება იმ შეთანხმებაშიც უფრო კავალური ანუ როგორ სიტუაცია აი ჩვენ წინა გადაცემაში ხსნიდით რომ არის სიტუაციები სადაც კაი გამოსავალი აღარ არის კი რა თქმა უნდა ეს არის ასეთი სიტუაცია უკრაინაში სიტუაცია ცოტა აი ფიგურალურად რო ვთქვა ანუ პრინციპში ეხლა უკრაინას რაღაც ანუ ქვეყანას გაუპატიურებას უპირებენ ხომ არა და მან ვიღაცები ეხა ეუბნებიან რომ აი მოდი ცოტა ისე მოიქესი ვითომ შენს თანახმად მაგას თვითონ გადაწყვეტენ ეგ თვითონ აი თვითონ პროცესის დიდად ფაქტია აღარ ხერხნარი უკრაინელებს არ მოწონს ანუ აი არავის არ მოეწოდება მოდი ასე ვილაპარაკო ერთ რაღაცას დავამატებ აი დეტალს უბრალოდ უკრაინას ერთი სუპერ დარტყმა აქვს ამ აი ეს გლობალურად რო ვთქვა სულ უკრაინა აიღონ თავიდან ბოლომდე არაფერი მაგითია არაფერი კაცო აი მე რა დაიღუპა და უარესად იცხოვრებს და უარესად მეორე მხარეს აწყობს მეორე მხარეს ეგეთი ვერსია იმიტომ რომ მან საკითხი ისე დგას რომ ეგ შედარებით ამას როგორ უდგას რაღაც საქმე იცი ამას შეუძლია გარისკოს ეგ ეხა მაგალითად საქართველოს რო ედგეს საქმე ისე რომ სხვა ქვეყანამ შეიძლება აგიყოს საერთოდ სხვა იდენტობის ერიხა და შენთვის სუვერენიტეტის დაკარგვა რას ნიშნავს? იცი, შენთვის სუვერენიტეტი რომ ყველაფრის და შეიძლება გაკრე. ეგ ერთია, მაგრამ უკრაინელები რა კულტურული, ისტორიული შინაარსის ხალხიც არის. მაგალითად, რო წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ გვაქვს არაბებთან რო აიღოს, კანადა რო ამერიკამ აიღოს. შენ სხვა გამოწვევა გიყავს. ხო, რა მე. აი ტრამპი რო ამბობს, რომ 51 შტატად შევიერთოთ კანადა. მამენ ხო მართლა. როგორი რაღაცა, იცი? კანადის გუბერნატორი თუ ომობს ამერიკასთან და ვიღაცა ძალიან ცუდ პირობებს უყენებს, ამას ბოლომდე შეუძლია რისკოს. ეგ ფუფუნება აქვს ამათ. კი, შეუძლია. ხო და მაგიტო ეხლა მან თლად ეგრე არ დგას საკითხი. მაგაშიც არ დაგეთანხმები და გეტყვი, ჩვენ უკრაინას როდესაც ვამბობთ, მან უნდა ვიგულისხმოთ, ვინც მართავს, ხო? კი. ელიტასაც ხო მნიშვნელობა აქვს, ანუ ვინ უკეთებს მენეჯმენტს. დიდწილად მართველი ელიტის პირადი ინტერესიც ხშირად არ არის გადაჯაჭული შოთა სახელმწიფოს ინტერესი. ეხა თავის ანუ ეხა ვიღაცა ბოგდან ხმელნიცკი რო იყოს უკრაინის მართველი და რაღაცა მომენტში რო იფიქროს, მოდი ბოლომდე დაუძაბავ ამ ამერიკას და თუ არ გამომივა რუსულ-უკრაინული ერთიანი ჯარით, მე შეუტევთ იმას ევროპას. მაგ ჭრილში თუ ვიღაცა რისკავს და ეგეთ ვაბანკზე მიდის, რომ აქეთაც სუპერ ნაგახადოვაჩკა აქვს მოფიქრებული, რომ კი არ შეეწინააღმდეგო ნაგახადოვაჩკა არა. არა, მაგისი თავი რო კონდეს უკრაინის მართლს, ეგ სხვა რაღაც მეპარება რომ ზელენსკი ეგეთი ტიპაჟი იყოს, რომელიც ეხა ეგრე უდგება, რომ მოდი ეხა მე ბოლომდე გავრისკავ, იმიტომ რომ მოდი მაგიმე ბოლო ჩვენ ნუ შევალთ რაში. ფაქტია რომ ზელენსკი მე გეტყვი რა ფაქტია რომ ზელენსკი იმიტომ რისკავს, რომ მაგილში კი არ უბრალოდ ზელენსკი ცოტა არაადეკვატური წარმოდგენა აქვს. კი, მაგრამ მაგაზე მერე გადავიდეთ მაგის ჯელობას. ჯერ მინდა აღწერო რა მოცემულობა. მოცემულობა არის ასეთი, რომ ზელენსკი ფაქტია, რომ პრეტენზიას გამოხატავს. იყო ის შეეძლო, გაყოლოდა იმ სცენარს, რომ ამერიკა პასუხისგებლობას ირიდებს, ზელენსკის აბრალებს საერთოდ ომის დაწყებას და დათანხმებოდა სიცილით. ეგ ხო შეეძლო. შეეძლო.
მაგრამ ფაქტია, რომ მაგ სცენარზე არ არის კმაყოფილი. ფაქტია, რომ მართველი ელიტა უკრაინის მაგ სცენარს უმტკივნეულოდ არ იღებს და არ უნდა საკითხის ისე დაყენება, რომ ყველაფერი კი ბატონო ჩვენა ვართ ომის მიზეზები, ეგრე დაუყენონ და თან ამერიკა არაფერ შუაში არ იყო ამ ყველაფერში. ამიტომ აქ ეხა მოცემულობა არის ასეთი დადგა. ზელენსკიმ დაუფიქსირა უკმაყოფილება მაგის გამო, ტრამპი გაბრაზდა იმიტომ, რომ მე პასუხისგებლობას რატომ თხოვ? ამ პრინციპით გაბრაზდა ტრამპი. მე არაფერი პასუხისგებლობა და შენ თუ მაგის გამო პასუხისგებლობას მიყენებ, ეხა წადი აქედან. საერთოდ აღარ დაგეხმარები. და მე ვნახავთ როგორ დიდგულზე იქნები და სინამდვილეში ამერიკა რატო ზიანდება ამით? საკმარისად ძლიერად რო გაგლახავენ ამერიკა ზიანდება რატომაც ზელენსკიმ რატომაც დააყენა პასუხისგებლობა მაგ პრინციპით ზიანდება ამერიკა. მათაშ შორის, აი შენ რაც თქვი ზურა რომ აი შეიძლება არც კონდეს რუსეთზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები ტრამპს და მაგიტომ არ იყენებს. მე ცოტა სხვა რაღაცა მგონია. სინამდვილეში ხა ტრამპმა რომ მოინდომოს, როგორ არ აქვს ბერკეტები, კაცო? იმ 200 მილიარდს ამერიკა იპოვის ხა. არა, რაც 300 მაგაში არ გედავები, რა თქმა უნდა, რო გაგა იარაღსაც იპოვის. უბრალოდ ეგ მყისიერად ომს არ გააჩერებს. უყურე მე უბრალოდ რა მგონია, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთთან დაპირისპირებული იყოს. მაგაში გეთანხმები. ანუ უყურე ჩვენ არაერთხელ გვითხოვამს აი სტივ ბენონის ამერიკის ეხლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგია სტივ ბენონი და მან აი კატეგორიული ესეთი სტატია იყო, ტექსტი იყო, რომ ის აღნიშნავდა, რომ უკრაინა არ უნდა იქცესო ტრამპის ვიეტნამად. აი მოდი ასეთი სცენარი განვიხილოთ. იმ ჩინეთის საკითხს საერთოდ მოვეშვათ იზოლაციონიზმის ლოგიკას, მოვეშვათ იმაზე, რომ მთელი კონცენტრაცია შიდა პრობლემებზეა გადართული და სადღაც ახლა იმის აღმოსავლეთ ევროპაში არ უნდა ამ ტრამპს რაღაცა საკუთარი რესურსების და ყურადღების გაფანტვა. სულ ამ ყველაფერს დავანებოთ, რაც ლოგიკურია. აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ზელენსკის მიტანილმა ფოტოებმა გული აუჩუქა კი ბატონო, ტრამპს და გადაწყვიტა, რომ გააგზავნოს. მოდი მე გარანტორი ვიქნები. აი უკრაინის უსაფრთხოების და უკრაინის სახელმწიფოებრიობის გარანტორი ვიქნები ამ საკითხში და რუსეთის წინააღმდეგ მე როგორც ერთ-ერთი მშვიდობის მყოფელი ეგრე წავსდგები უკრაინის ტერიტორიაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, აი ტრამპის პირადი რეპუტაციაც რო დაიდოს, რომ რუსები თუ დაარღვევენ ამ შეთანხმებას ტრამპი იძულებული იქნება, რომ თვითონ შევიდეს დაპირისპირებაში და იმოქმედოს. აი უყურე, ეხლა ტრამპი რას ფიქრობს? მე რო ეს გარანტიები საკუთარ თავზე ავიღოთ, ეს პასუხისმგებლობა ვიკიდო. მე რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ვიღაცა ის Mi-6 და ბრიტანელი ძმაკაცები ბაიდენის დემოკრატიული პარტიის, ასე ვთქვათ, გლობალისტებთან ერთად არ წააქეზებს ზელენსკის, არ დააწყებინებენ ომს, სულ რო პუტინმა არაფერი არ ქნას. ეს სულ რო პუტინმა პირნათლად შეასრულოს ეგ შეთანხმება. რა გარანტია აქვს ტრამპს, რომ მისი მოსისხლე მტრები, აი ვინც ვინც კლავდნენ, იმათ არ დააწყებინონ ეგ კონფლიქტი არ გააღვივონ, ჩაითრიონ ტრამპი უკრაინის კონფლიქტში, ეხო ინტერესია ეხა იმ გლობალისტების მხარეს, ვისი წმენდასაც აპირებს ტრამპი, ვის პოლიტიკურ განადგურებას აპირებს ეხა ტრამპი იქ FBI, CIA-ის მეშვეობით. მათი ინტერესი ხო არის, რომ ტრამპი ჩაითრიონ ისეთ კონფლიქტში, სადაც ან დამარცხდება ტრამპი, ან მთელი მისი ყურადღება იქით იქნება გადატანილი. ამ თვალსაზრისითაც ამიტომაც არის, რომ ტრამპი პუტინის მიმართ არის უკიდურესად პოზიტიურად განწყობილი. ანუ ის ხვდება, რომ მისთვის შეიძლება უკრაინა აღმოჩნდეს ხაფანგი, ის რომ ძალიან შევიდეს, ძალიან შეტოპოს ამ უსაფრთხოების საკითხებში,
მაგიტომ არის რომ აი ის ყოველთვის ამბობს ეს მე ეტყვის უარს ბოლო-ბოლო. მე ეხო უკვე დაზიანება იქნება ეხლა დაზიანდება. ეხლა ნაკლებად ზიანდება. ეხლა ამბობს შემდეგ რაღაცას. მაგაში ვეთანხმები გიორგის რატო? ეხლა აი საქართველოში ხო ვიღაცას გონია მაგალითად რომ ამერიკელი ხალხი აღშფოთ და ეს რა გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენი საყვარელი ზელენსკის გამო ეხლა ტრამპს ჩამოუღებ. ვიღაცებს საქართველოში მართლაც სინამდვილეში აი ტრამპის ამომრჩეველი ვინც არის ამერიკის ნახევარზე მეტი. რო უყურეს მაგ პრესკონფერენციას და ეხაც რასაც ლაპარაკობს ტრამპი მან ვინმე იმ დასკვნას კი არ აკეთებს რომ ეს რა სიმუხთლე გავუკეთეთ უკრაინას. არა პირიქით ამბობენ რომ აი კიდე კაი ეს კაცი ავირჩიეთ პრეზიდენტად რა ყოჩაღად გადააგდო ეს უკრაინელები აქეთ შეტენა კიდე ყველაფერი. ოღონდ ეგ მნიშვნელოვანი არის. თავის შიდა ამომრჩეველში ტრამპი ამით არ ზიანდება. ოღონდ ეგ მნიშვნელოვანია. თავის შიდა ამომრჩეველში ტრამპი ამით არ ზიანდება. ანუ ნახევარზე მეტ ამერიკაში. ანუ ამერიკა, ეგ ამერიკა, ხო? ხო არ არის ტრამპი, ეგ არის. ამერიკა არის მაღაზე წამსვლელი. ოღონდ თან რას ცდილობს ამერიკა? ეგ უნდა ხაზი გაესვას. ამერიკა ცდილობს ისინი ფული აქეთ წაართვას წიაღისეულში. არაფერი გარანტიები არ მისცეს. მანამდე რაზეც ომში შეიყვანეს გადააგდოს და თან იმას დააბრალოს. ნუ მაგაზეც აქვს თავისი არგუმენტი. ხო, არგუმენტებს უეცდება, ყოველთვის ეცდება, რომ ჯიგრად დარჩეს, რომ მე ვიღაცაზე რო დაჭირეს, იმას იგივე გაუკეთოს. ხო და ზელენსკის სვლა რატოა მნიშვნელოვანი? ზელენსკი მაგის საშუალებას არ აქვს. კი, რა თქმა უნდა. ზელენსკი ერთადერთი გამოსავალი ეგა. ერთადერთი ზელენსკი რეპუტაციას უნგრევს ვის იცი? ისი მაგაზე გაფსიხდნენ. ხო, მაგრამ ეხა ზელენსკი რეპუტაციას უნგრევს, ანუ ის რას ცდილობს, რომ ისევ კაი ტიპად დარჩეს. იმას ფული წაართვა. მაგაში გეთანხმება. გადააგდოს და ყველა ვარიანტში დაზიანდება. თან იმის ბრალია. თან იმის ბრალია და ეგ რა არის? მნიშვნელოვანია რომ ეგ ყველამ გაიგოს, კაცო. ეგ რო ვერ გაიგოს სოფლიომ ზუსტად იგივეს, მათ შორის ეს ადმინისტრაცია შეიძლება, ან სხვა ადმინისტრაცია. და მანდ ძალიან იგივეს გაიმეორებს ვიღაცის მიმართ. აი ვიღაცამ ჩვენ მიმართ მაგას. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ აქ კონკრეტულად ტრამპზეა პრეტენზიები. ჯერთი ტრამპზე კი არ არის კაცო პრეტენზიები. ეგ ყველაფერი ამ ომში ჩათრევა ყველაფერი. ჩვენ თავი გვაინტერესებს. ეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკეთებია ეგ ერთი და მეორე მე მაგალითად როგორ ვაყენებ საქმეს ვაფშე არ მაინტერესებს რომელი ადმინისტრაცია არის ამერიკაში კაცო ეგ ამერიკელებმა უნდა არკვიონ თავის შიგნით ორივე ადმინისტრაცია სახელმწიფო ამერიკა იქცევა ესე კი ორივე ამერიკა როგორც სახელმწიფო ატარებს ამ პოლიტიკას